ლოს-ანჯელესში ყველაზე პრესტიჟული მუსიკალური პრემიის გრემის რიგით 56 დაჯილდოვება გაიმართა, რომელზეც შოუ-ბიზნესის ყველაზე ცნობილმა ვარსკვლავებმა მოიყარეს თავი. დაჯილდოვებამდე სელებრიტებმა წითელ ხალიჩაზე მოიწონეს თავი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ, რომ საკუთარი ჩაცმულობით ყველასგან განსხვავებულები, ელეგანტურები და მოდის ბოლო ტენდენციების მიხედვით ყოფილიყვნენ შემოსილები. წითელ ხალიჩას ყოველწლიურად მოდის კრიტიკოსები, ჟურნალისტები და უბრალო ბლოგერები აკვირდებიან და ვარსკვლავური ჩაცმულობის დეტალები დაჯილდოვების ცერემონიის შემდეგ კიდევ დიდხანს რჩება საყოველთაო განხილვის საგანი. გრემზე უფრო მეტი თავისუფლება, იმიტომ რომ არიან მუსიკოსები და შესაბამისად მათი ფანტაზია, კრეატივი შეუძლიათ მაქსიმალურად გამოიყენონ თავიანთ ჩაცმულობაში. ჩემი ფავორიტი, ასე ვთქვათ, გრემიდან არის მადონა, რომელსაც ეცვა რალფ ლორენის ძალიან კარგი პიჯაკი და შარვალი. ძალიან ისეთი ინდივიდუალური სტილია, საინტერესო, კლასიკური, ძალიან მომწონს, მით უმეტეს რომ თან ძალიან ტენდენციური მამაკაცის სტილი და სილუეტი მორგებული ქალზე. ცნობილმა ბლოგერებმა უკვე დაასახელეს გრემის ცერემონიის საუკეთესოდ და ყველაზე უგემოვნოდ ჩაცმული ნომინანტები. ტრადიციულად ყველაზე მეტი ყურადღება ბიონსეს ჩაცმულობამ დაიმსახურა, რომელსაც ნაკლებად ცნობილი დიზაინერის საკმაოდ გამომწვევი კაბა ეცვა, რომლითაც მომღერალმა ხაზი გაუსვა წვრილ წელსა და თეზოებს. მოდის კრიტიკოსებმა ის საუკეთესოდ ჩაცმულ ქალბატონად დაასახელეს. გრემის 56 ცერემონიის წითელი ხალიჩის მთავარი ტრენდი ბრჭყვიალა კაბები გახდა. ახალი ტრენდი ყველაზე მეტად ახალგაზრდა მომღერალმა, ტეილორ სვიფტმა მოირგო, რომელსაც წითელ ხალიჩაზე გუჩი პრემიერის კაბა ეცვა. კაბის ზედა ნაწილი ნახევრად გამჭვირვალე იყო, ხოლო წელსხას ვერცხლისფერი ქამარი უსვამდა. მან კაბას დიდი ბრილიანტის საყურეები და მასიური ბეჭედი შეუხამა. ემილიო პუჩის კაბაში საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა მუსიკოსი სიარა, რომელიც 7 თვის ორსულია. მისი გრძელი ოქროსფერი კაბა პაპარაცების ობიექტივში მოექცა. მიუხედავად იმისა, რომ კეიტი პერიმ კაბა ვალენტინოს უახლესი კოლექციიდან შეარჩია, ის წითელი ხალიჩის ერთ-ერთ ყველაზე ცუდად ჩაცმულ ვარსკვლავად დაასახელეს. მან ნახევრად გამჭვირვალე კრემისფერ შიფონის კაბას უგემოვნო ვარცხნილობად შეუხამა და მოდის კრიტიკოსების ცუდი შეფასება დაიმსახურა. ალიშა კისი ტრადიციულად საკუთარი ორიგინალური ჩაცმულობით სტილისტების აღფრთოვანებას იწვევს. თუმცა ამჯერად იგი გრემის ცერემონიაზე არმანი პრივეს გრძელი ლურჯი კაბით მოვიდა. მოდის კრიტიკოსთა შეფასებით მისი აღნაგობის ქალისთვის ასეთი ღრმა დეკოლტეს ჩაცმა გაუმართლებელი იყო. Yves Saint Laurent-ის კოსტიუმებში იყვნენ გამოწყობილები ჯგუფი Daft Punk-ის წევრები, რომლებიც ამ ბრენდის სახეები არიან. ისინი ტრადიციულად სახეს არ აჩენენ, ამიტომ მოდის სახმა მათ საკმაოდ ორიგინალური კოსტიუმები მოარგო. წინა დაჯილდოვებებზე ვარსკვლავთა ექსცენტრული და ხშირად ზედმეტად გამომწვევი ჩაცმულობის გამო ტელეკომპანია CBS იძულებული გახდა მოსაწვევებთან ერთად რესკოდად კლასიკური ჩაცმულობა გამოეცხადებინა. თუმცა ფარელ ვილიამსმა იმიჯს არ უღალატა და წითელ ხალიჩაზე ადიდასის სპორტულ ფორმაში მივიდა. განსაკუთრებული ყურადღება კი მისმა დიდმა ქუდმა მიიქცია. მასთან დაკავშირებით მოდის კრიტიკოსთა აზრი ორად გაიყო. ნაწილმა ის გემოვნებიანთა, ხოლო მეორემ პირიქით ყველაზე უგემოვნოთა სიაში მოახვედრა. ვარსკვლავებს წლის ბოლომდე გრემის დაჯილდოვების გარდა კიდევ ბევრი წითელი ხალიჩა ელით. ამიტომ მათ ჯერ კიდევ აქვთ შანსი, რომ საკუთარი თავის რეაბილიტაცია და უგემოვნოთა სიიდან ამოშლა მოახერხონ.